ერთი პოლიციელი არის უმძიმეს მდგომარეობაში, დათეულობით არის დაშავებული. იმ რადიკალთა ქმედებების გამო, რომელიც წარმოდგენილი არიან დღეს გამართულ ძალადობრივ აქციაზე. მე მინდა ამ სასულიერო პირს ვკითხო, რომელიც გუშინ მოგვიწოდებდა მთელ ზეერს, გამოსულიყავით და დაუნდგარიყავით. ასევე თქვენი ხვალინდელი ნაბიჯი, რომელიც იქნება საქართველოს თავისუფლებისთვის გადადგმული, იქნება ცოტნეს ნაბიჯი. გააკეთეთ ეს ნაბიჯი და დაუდექით საქართველოს. ყველა მოდელს, ყველა სასულიერო პირს, რომელიც მე ვიცნობ, რომლებიც მე ვიცნობ, რომლებიც ნათელმხარეს არიან ზოგი პირადში წერს. ანუ ამ არქიმანდრის დოროთე ყურაშვილს მინდა ვკითხო, რომელიც არის ჩვენი ეკლესიის მოხდელი, სასულიერო პირი. მარტო თქვენ ხართ სინათლის მხარეს და სიმართლის მხარეს და დანარჩენი სასულიერო პირები რა სიბნელეში არიან თუ რას ნიშნავს ეს? ყველა იმ სასულიერო პირს, რომელიც არის სიმართლის და სინათლის მხარეს, ხო ესე ამბობს, ხო? და თელერს მოგვიწოდებდა, გამოდითო და ის ცოტნეს ნაბიჯი გადადგითო, ხო? სად მამაო? ვისთან? რომელ პარტიებთან? რომელ ძალებთან? რომელთაც LGBT გარყვნილებას აწერდნენ ხელს? და ისე ათახსირებდნენ ერს? წლების მანძილზე თავიანთი მოქმედებებით? რომელიც უცხოეთიდან არიან მართულნი? რომელიც ცდილობენ გაატრელება მოგვიწყონ ერში და თავს დაგვამხონ ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ის ჩაგვიტარონ საქართველოში, რაც უკრაინას დამართეს? ცოტა არეული ხო არა თავში რამსები? ვინც არ უნდა იყოს საერთოდ, მან ვინც გახარ თქვენ საერთოდ და რას ნიშნავს ეს ქართულ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი, როცა მომიწოდებს მე? გამოდის თუ დადექი დათელმხარესო კაცო. იმ სიბნელეში მომიწოდებს. სად არის ქრისტე? სად არის ქრისტეს ქადაგება? სად არის ჭეშმარიტების აღიარება საერთოდ? ან გამოუვიდა ეს სასულიერო პირი და ახლა განცხადებას აკეთებს იმ დაშაულ პოლიციელებზე და რომელიც ღმერთმა გადაარჩიოს გადამყოფოს რა მოუვა ეგეც არ ვიცით? რამე თქვა იმ რადიკალებზე, რომელთაც ჩამოფშნეს პირდაპირ პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდებარე ჯებირები და ასე შემდეგ, დააზიანეს ინფრასტრუქტურა და დააზიანეს პოლიციელები? რას ნიშნავს ეს? რა დაკვეთას ასრულებთ? მე ვერ გამიგია. მე დიდი პატივისცემით მინდა ვკითხო, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის სულიერმა შვილმა, ქრისტეს მისტიური სხეულის ცოცხალმა წევრმა, აღსალებელმა და მაზიარებელმა, როგორც ერთმა პიროვნება მინდა ვთხოვო ჩვენს წმინდა სინოდს, რომ ამ კაცის საქმე, ამ არქიმანდრის საქმე, ჩვენი სასულიერო პირის, ჩვენია, მე არ მინდა შენდობას ვთქოთ რაღაც ხტონსა უწი გაბრაზებული ვარ და არ ვიცი რა ქვია ამ ყველაფერს და კიდე მარტო არ არის ამდენიმე სასულიერო პირი არქიმანდრები არიან და თუ რაღაც მაღალ ხარისხში არიან, ხო? ისეული მათგანი მათი საკითხი უნდა დაადგეს დღის წესრიგში და იმედი მე ვთხოვთ რომ ეს განიხილეთ და ეს ჩვენ გვაბრკოლებს და ეს 100,000 ადამიანს ასწენს ეს სასულიერო პირი და ის სასულიერო პირები, რომელიც ესეთ განცხადებას აკეთებენ. ეს არ არის პირველი და უკანასკნელი. არც არ გაჩერდება ეს. და აქამდეც გვინახავს თავის თავზე მორგებული სახარება, დამახინჯებული, განმარტებული. ეჭვშეტანა ზიარებაში, ქრისტესა ხორცში. სახარების დამახინჯების მცდელობა და არაავთენტურობის წარმოჩინება, რომ იქ თურმე ვიღაცებმა რაღაცები ჩაამატეს და ვინ ვიღაცებმა ამაზე უსათხოვი არ არის? მაშინ აგვიხსნას ისევ მოციქულებმა ერთი მოციქულის დაწერილი სახარებაში მეორე მოციქულმა ჩაამატა თუ სხვა ვინმე თუ რამინი იყო იქ იმან ჩაამატა თუ თვითონ იყო თუ რომელიმე მწვალებელი იყო ეს აგვიხსნას ეს ყველაფერი ეს სერიოზული ბრალდებებია მის წინაშე მის წინააღმდეგ რაც მეუფე სტეფანემაც გააჟღერა და ბევრი საუბრობს ამაზე და თუ მასალები გნებავთ მეც მოვკრებ მის გამოსვლებიდან მასალებს და შემიძლია მაგაში დაგეხმაროთ რომ ეს რაღაცნაირად მოგაწოდოთ ეს თუ რას აკეთებს ეს კაცი